რო არა დედაჩემი აი რა დონეზედაც არის დღეს ანდეგრაუნდის კულტურა და თუ რამე ჩვენ ჯგუფს ბრალდება ეს გააკეთა დედაჩემი იყო კულტურის პროგრამირების თავმჯდომარის მოადგილე და მიტოვებულ ქვეყანაში ეს მაგი იყო ყველაზე მეტი ალტერნატიული ხედვა ვიღაცებთან და თან შეხებაში იყო ოპერის თეატრებთან ამგენთან და ამის საქმის გასარჩევა და ეგ პროგრამირები იყო ყოველთვის და ასე თუ ისე მაინც დაპირისპირებული იყო მოქმედ სტრუქტურებთან და რაღაცებთან და რო ვერ დაეტიენ ჩემ სახლში ადგა და პადლებიდანაც რო გამოვხარეს და ყველგან რო გამოვხარეს დედაჩემ ადგა და თავისი კაბინეტში ფარატინა ფანერკით გაყო ოთახი ხო და იქეთ ამ სიმღერებს ვღეროდი და იგი აქეთ ვიღაცა საზოგადოებას უმტკიცებდა რომ უნდა იყოს წესიერად და უნდა იყოს ასე და ახლა ჩვენი საქციელი უწესობა იყო იმ დროში ხო თან მაშინ ყველა რო რა სიტყვის ის რა სიტყვის ეს რა სიტყვის ეს რა შენ რას მასწავლი თქვა შენი შვილი რას მღერის თქვა ამ რაღაცები და როცა კონცერტები მქონდა აი რაღაც 1 წლის მერე უკვე რომ დავიწყე კონცერტები დედაჩემმა დაიწყო რობერტი ახლა მე მივდივარ სოფელში და მიდიოდა იმიტომ რომ კი არ წვენოდა ჩემი საქციელის და იმის ხო არა რომ წვენოდეს არც იმ ფანერკით არ გადაკიტიხრა და ჩემი ყურება იმიტომ რომ იმდენად მისმა საქციელმა იმ ხელაზე შემცვალა რომ აი ასე სხვანაირ ტიპი გავხდი ის რაც ნაფიქრალი მქონდა ამოუშვი